ვიდრე მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, ვიდრე თემურ ქათამაძე პატიმრობაშია, ვიდრე რეჟიმის ყველა ტყვე, ყველა ტუსაღი პატიმრობაშია, სინდისის პატიმრები გვყავს, მანამდე ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიმეოროთ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება თემურ ქათამაძეს, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს და ეს უნდა ვიმეოროთ მიუხედავად იმისა, რომ დროება დადგა, ჟამი დადგა ამგვარი, რომ ამ სიტყვის გამოც კი ამ რუსულ-ქართული რეჟიმის, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება მოვიდნენ და მოგვიკაკუნონ. მოგვიკაკუნონ მით უფრო მაშინ თუ ამასობაში ამ მსჯელობაში მათ მიმართ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში რა საკვირველია წაგვწდება არა მაინც და მაინც ბილწი, მაგრამ მათი არა შეურაცხმყოფელი, არამედ შემლახავი სიტყვა და შელახვას კი ისინი ყოველდღიურად, ყოველ საათობრივად, ყოველ წუთიერად, ყოველ წამიერად იმსახურებენ. დიახ, ჩვენ უნდა ვიმეოროთ თავისუფლება მზიას, თავისუფლება თემურს, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს და უნდა ვიმეოროთ იმიტომ რომ რაც უნდა ჭირი მომკერძონ ბილწთ არ შევეკრი ზავითა, ამას ამბობენ პატიმრები, რეალურად ამას ამბობენ და მათ მიერ გამეორებული ეს სიტყვა შეიძლება გადავაკეთოთ კიდეც რაც უნდა ჭირი მომკერძონ ბილწთ არ მოვუხდით ბოდიჩსა ასე და სწორედ ასე ამ სიტყვებით თავისუფლება მზია ამაღლობელს თუ თავისუფლება თემურ ქათამაძეს და რეჟიმის ყველა ტყვეს უნდა დავიწყო დღევანდელი ჩემი ვიდეო ბლოგი და უნდა გითხრათ რომ საუკეთესოდ მაქვს გაცნობიერებული არა მხოლოდ ის რომ შეიძლება გაისმას კაკუნი კარზე, ჩემი სახლის კარზე და მითხრა რომ თქვენ დაჯარიმებული ხართ ქუჩის გადაკეტვისთვის ან ადმინისტრაციული წესით ახლა უკვე 60 დღით გაგამწესებთ ჩვენ სასამართლოს გამართვის შემდეგ ცხადია საპატიმროში წინასწარი დაკავების საკანში არამედ ისიც მაქვს გაცნობიერებული რომ რეჟიმს სჭირდება ტყვეები რომლებიც იქნებიან მოდრეკივნი რათა დააშინოს უგარეთ მყოფი თავისუფლებაზე მყოფი მოქალაქეები რათა აჩვენოს რომ აბსოლუტურად ყველაფერზეა თავად წამსვლელი და რუსულ ბანდას სჭირდება დაშინებული მოქალაქეები და მეცაც გეტყვით რეჟიმს ტყვეები სჭირდება და დასჭირდება მაშინაც და იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე ტყვე ასე მაგალითად მზია მოიხდის ბოდიშს მოხდილი მზია ხომ სჭირდება მაგრამ მეცაც და უფრო მეცაც გეტყვით იმ შემთხვევაშიც კი თუ ეგრეთ წოდებულ სინანულში ჩავარდება მზია ნებისმიერი ტყვე პატიმარი რეჟიმი მათ არ გაანთავისუფლებს და სამაგალითოდ და კიდევ უფრო სამაგალითოდ დასჯის გვაჩვენებს რომ ბოდიშის მოხდა სასჯელის შემსუბუქების ხოსიგიჟია მაგრამ ბოდიშის მოხდა სასჯელის შემსუბუქების საფუძველიც კი არ იყო აი ამ კონტექსტში მე უნდა ვახსენო არა მხოლოდ ხსენებული პირები მზია თემურ ქათამაძე სხვები არამედ უნდა ვახსენო ის პირებიც რომელთა სასამართლოს უკვე გაიმართა დღეს ქუთაისში ეს რამდენიმე ცნობილი პირია მათ შორის გელა მტიულიშვილი ნინო ქათამაძე მაია ცირამუა სხვები რომლებიც დგანან უდრეკად და აი ვიდეოს რომელსაც ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ ეს ვიდეო ეს კადრები კიდევ ერთი ისტორიული კადრია ეგრა მაგის პასუხია სხვა მრავალ ისტორიულ კადრთა შორის რომელიც ჩდება თუ სოციალურ ქსელში და თუ მეინსტრიმ მედიაში მაგრამ ეს ვიდეო კარგად აჩვენებს კონკრეტულად ამ პირთა დამოკიდებულებას საკუთარი პატიმრობის ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მიმართაც და საერთოდ ამ პროცესის მიმართ ეს ვიდეო კარგად აჩვენებს იმას რაზეც უკვე ვიდეოს შემდეგ უფრო ცლად ვისაუბრებთ.
აუჩქარო Აკი გითხარით რომ ეს ისტორიული კადრებია მეთქი, თუმცა ისტორიულ კადრებს ჩვენ სინამდვილეში რა დალებს. გამარჯობა, არ მithქვამს, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი. ეს არის სწორი აზროვნება, ჩემი ვიდეო ბლოგი, რომელიც ბოლო 2 დღე არ გასულა ეთერში, თუმცა გვპირდებით რომ დღეიდან ინტენსიურად, შესაძლოა დღეში 2ჯერაც კი, ყოველ შემთხვევაში ერთხელ კი ნამდვილად ჩვენ ამ და მეორე რუბრიკითაც hard tabloთიც დავბრუნდებით ტაბლო მედიას ეთერში. მე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაასვათ ეგრეთ წოდებული ლაიქი და იყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ჩემს პირუთვნელ და სწორ პირდაპირ შეფასებებს მოისმენთ ვიდეო ბლოგიდან ვიდეო ბლოგში, ყოველ შემდეგ ვიდეო ბლოგში. საერთოდ მე მინდა გითხრათ რომ ადამიანები, მოქალაქეები უფრო ზუსტი იქნება ჩვენს დროებაში აბსოლუტურად შეგნებულად მიდიან დარღვევებზე, კანონ დარღვევებზეც არა, კანონ დარღვევებად წოდებულზე და მე ცხადია მივესალმები ნინო კათამაძეს, მე მივესალმები მაია ცირამუას, მე მივესალმები სხვებს და სხვებს, გელა მდივლიშვილს და სხვებს, ვინც დღეს ვის სასამართლოც იყო დღეს, მაგრამ აგრეთვე მივესალმები უკვე დაჯარიმებულებს და აქ ცოტა უფრო მძაფრადაც ვიტყვი არსებულ ხელისუფლებაზეც კი. თქვენ იცით რომ 5000 ლარით დააჯარიმეს რამდენიმე მოქალაქე, 5-5000 ლარით დააჯარიმეს რამდენიმე მოქალაქე. თავისთავად ეს ჯარიმის ეს ოდენობა გზის გადაკეთვისათვის აბსოლუტურად აბსტრაქტული კი არა, არარეალისტური, არასწორი რიცხვია, სიგიჟეა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ადამიანებმა კონვერტიდან უნდა გამოაძრონ თანხა ბანკისთან, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არც აქვთ ამ მოქალაქეებს და შესაბამისად მოვაკლონ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ გადასახადებს, საკუთარ თავს, საკუთარ საბანკო მომსახურებას, საკუთარ აუცილებელ საჭიროებებს, რომლებიც ჭირდებათ ყოველდღიურად თუ ყოველდღიურად, მაგრამ ამას თავი დავანებოთ ერთ წელს. და ამას გადაიხდიან მოქალაქეები როგორღაც მაინც, სხვა თუ არაფერი შეგროვდება ამ მოქალაქეებისათვის, გაჭირდება, რაც უფრო მეტი იქნება ამგვარი მოქალაქე, მაგრამ აქ მთავარი ამბავი არის არა ის, ვინ გადაიხდის და ვინ არ გადაიხდის, არამედ საერთოდ მორალური დეგრადაცია არსებული ხელისუფლებისა და მოდი კონკრეტიკაზე გადავალ, მე მინდა მივმართო იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა ლუკიანს, რომელიც ალექსი პეტრიაშვილის უკა გამოჩნდა ახლა ფოტოში. თანაპარტიელი იყო ოდესღაც და მე მინდა მიმართო ირაკლი ჩიქოვარს, რომელიც ალექსი პეტრიაშვილის თანაპარტიელი იყო ოდესღაც და ირაკლი კადაგიშვილს და საერთოდ თავისუფალ დემოკრატებს, რომლებიც ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან არიან და ვინ და მათი სიადრო, მათი უკლებლივ ყველასი ადან ჰ-მდე ლამის ყველას ჩამოსახელება შემიძლია. პირველი გვარი არის აბგ აბაშიძე. ზურაბაშიძის გასობით. ამ ყველაფერზე საკუთარი პოზიცია არა გაქვთ. გეკითხებით, ამ ყველაფერზე საკუთარი პოზიცია აქვს თუ არა ირაკლი ჩიქოვარს, ასე მაგალითად ალექსი პეტრიაშვილის დაჯარიმებაზე. უკა აქვე ვიტყვი და გამოჩნდება მისი ფოტო კიდევ ერთხელ, იყო უნიკალური, საერთოდ ყველა მარში უნიკალურია და გამორჩეულია, მაგრამ კიდევ აი ამ უნიკალურთა შორის უნიკალურ მარშზე. ის იყო ჰუდით. მარშზე, რომელსაც ერქვა მამებისა და შვილების მარში. შეხსენება არ სჭირდება მაყურებელს, და ჩვენს არ ჩიქოვას, თუ ის მიყურებს, რომ ბუკა შვილკვდარი მამა. და აი მამებისა და შვილების მარშზე წასული ბუკა დააჯარიმეს და მე აქედან გამომდინარე ღიად მივესალმები ბუკას. აქედან გამომდინარე კი არა, საერთოდ მივესალმები ბუკას 5000 ლარით დაჯარიმებულს და მინდა გითხრათ რომ ბუკას დაჯარიმება ხო უკანონო ფაქტია და უკანონო ამბავია ეს ერთი, მაგრამ მე მინდა ესეთი სლოგანი გვაქვს, ესეთი სლოგანი ამოვიტანოთ, გაუმარჯოს შოთიკო პეტრიაშვილს. შოთიკოს გაუმარჯოს,
რომლისთვისაც დგას ეს უდრეკი კაცი ბუკა პეტრიაშვილი ჩემი მეგობარი და მე მას ამ შემთხვევაში მას ვახსენებ არა როგორც მეგობარს არამედ როგორც კარგ და საუკეთესო მოქალაქეს მხარს ვუჭერ როგორც საუკეთესო მოქალაქეს რომელიც გავამხელ მე კი ვიცი რომ გავამხელ ერთ საიდუმლოს შოთიკოს გარდაცვალებიდან ტრაგიკული დაღუპვიდან არ მინდა შემეშალოს დაახლოებით 2 კვირაში მე ბუკას როცა მივწერე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრე და ასე შემდეგ მოგძალებით ვკითხე რომ ბუკა მეთქი რას იზამო მეთქი ეს აქციაა და იქნები მეთქი შესაძლოა ეს დრო მეშლება ხო პერიოდი კი არა ხო დრო 2 კვირაში 3 კვირაში და ბუკამ მიპასუხა 2 სიტყვით 2 სიტყვიანი წინადადებით 3 სიტყვიანი წინადადებით აბა რა მე ტაბლოს მეძახიან ხოლმე აბა რა ტაბლო და იმ მომენტში მე ვიგრძედი კიდევ ერთხელ რომ მისი სახით მე მყავს და ქვეყანას ხავს უდრეკი კაცი რომელიც იბრძვის სხვა მისი შვილებისთვისაც რასაკვირველია მაგრამ პირველ ყოვლისა რასაკვირველია შოთიკოსათვის და აი ახლა ჩვენ ვთქვი რომ შოთიკოსთვის იბრძვის ბუკამეთკი და ასეც არის მაგრამ მეორე და მნიშვნელოვან საკითხზე გადავდივართ და ახლა უნდა ვიკითხო შემდეგი რა იცით თუ არა რომ ქართული ოცნების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში და ვიდეოს შემოგთავაზებთ ერთს მოხდება აი ეს და ამ ვიდეოს ამასობაში განმარტავ კიდეც შენგენასო ტერმინატორია ხო ეს ვიდეოც უნდა გავუშვათ ჩვენ ასაკვირველი აი ეს ვიდეოა გასაშვები ახლა ეს არიან უზბეკი და ტაჯიკი ახალგაზრდები რომლებიც ამ ზმნას ვიხმარ უნდა წაასხან ახალგაზრდები რუსულ ჯარში და რუსულ ჯარში უნდა წაასხან იმიტომ რომ აპირებენ მათი უკრაინის ფრონტზე გაშვებას წარმოგიდგენიათ ანუ საქართველოს რუსეთის ნებისმიერი დაახლოების შემთხვევაში ნებისმიერი სახით დაახლოების შემთხვევაში ახალგაზრდებს ქართული გვარებით სუსტად ის ბედი ელით რა ბედიც ხვდათ წილად აი ამ ახალგაზრდებს ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან ესენი არიან მოსკოვის რუსეთის მოსახლეები რუსეთში მოსკოვში მშენებლობაზე წასული პირები და რუსეთს არ ყოფნის რა საკუთარი რესურსი ახლა მიაწყდა უკლებლივ ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეს რომელი ქვეყანაც მათთან ახლო თბილ პარტნიორულ და რეალურად კი მის ქვეშ გადებულ ურთიერთობაში ასეთი არის ორი ამ შემთხვევაში ეს არის ტაჯიკეთი და უზბეკეთი ვერ უწევს მათი ხელისუფლებები ამ ქვეყნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლებები წინააღმდეგობას რუსეთს და ბედის ანაბარა ყავს მიშვებულები მაგრამ მეორე ვიდეო რომლის ფრაგმენტიც გაგვეპარა ჩვენ არის ნამდვილი საქართველოს ნამდვილი ქართველების ვიდეო ნამდვილი ქართველია აქ წარმოდგენილი ირაკლი კობახიძისაგან განსხვავებით ნამდვილი ქართველი რომელიც დაბრუნდა უკრაინის ფრონტზე და მისი მარჯვენა კიდური ხედავთ თქვენ ამპუტირებულია მაგრამ მას აქვს ეგრეთ წოდებული პროთეზი და ის ამ ყველაფრის მიუხედავად იმისა რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თუმცა პროთეზიანი კვლავ ვიმეორებ დაბრუნდა უკრაინის ფრონტზე და იბრძვის აბსოლუტურად ანუ ვინმე კი არ წაიყვანა იბრძვის შეგნებულად ერთის მხრივ რასაკვირველია უკრაინის და მეორეს მხრივ რასაკვირველია უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისათვის კარგად აქვს რა მას გასიგრძე განებული გაცნობიერებული რომ რუსეთის დასაშვები არ გამოსარიცხი მაგრამ პრინციპში მაინც გამოსარიცხი გამარჯვება უკრაინაში სტრატეგიულ გამარჯვებას გულისხმობ პირველ ყოვლისა არის ავტომატურად რუსეთის გამარჯვება საქართველოსშიც და საქართველოში ბიზინა ივანიშვილი კი ასრულებს რუსულ დავალებას მაგრამ რადგან ხალხი დგას ქუჩაში ბიზინა ივანიშვილს საკუთარი დავალება ბოლომდე ჯერ შესრულებული არც აქვს ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ
მათ შორის საქართველოსი და ნაკლებად ტაჯიკეთის, ხოთა შორის თუმცა ტაჯიკეთისაც ბედი წყდება სწორედ ახლა წყდება სწორედ სწორედაც რომ უკრაინაში აი ეს ახალგაზრდა კაცი რომლის გვარსახელი ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე და მე მას მივესალმები და უკლებლივ ყველა ჯარისკაცს ვინც იბრძვის თუ ქართულ ლეგიონში და თუ სხვა შენაერთებში და თუ ინდივიდუალურად უკრაინაში სხვა ფრონტის ხაზზე 1300, 1400, 1500 კილომეტრიან ცხელ წერტილებში მე მათ რასაკვირველი არა მხოლოდ მივესალმები, არამედ მადლობასაც ვუხდი თქვენ თუ ჩვენ აქ გავიმარჯვებთ და ერთად თუ გავიმარჯვებთ, რასაკვირველია თქვენ იქნებით ქართული სამხედრო ელიტის ღირსეული წარმომადგენლები, მისაბაძები, ბევრისათვის აი მისაბაძი ვინც არ არის, ხო? და მასზე ცოტა უფრო ცუდად ვილაპარაკებ, ეს არის იგორ გიორგაძე, რომლის ფოტოც ამონათდება ახლა და იგორ გიორგაძე არის კაცი, რომელიც ამბობს, უნდა მოვაცილოთ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენი ხალხისთვის თავსმოხვეული სახელმწიფო სიმბოლიკა და შემოვიღოთ საქართველოს ახალი დროშა, ასევე ახალი ჰიმნი და გერბი. წარმოიდგინეთ, ძალა ერთობაშია, ეს არის ჩვენ ჰიმნზე დატანილი, ძალა ერთობაშია ჩვენს ჰიმნზეა დატანილი, ამის ამოღებას გვთავაზობს არა გიორგაძე, არა თუ გიორგაძე, არამედ გიორგაძის პირით, გიორგაძის სახით რუსეთის FSB და ჰიმნი ეს იყო გერბის სლოგანი. ხუთჯვრიანი ქართული სახელმწიფო დროშის გაუქმებას გვთავაზობს რუსეთი და ჰიმნის შესვლას გვთავაზობს რუსეთი. ეხლა ბევრი თქვენგანი მეტყვის რომ რასაკვირველია საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც კიო ამაზე არ წავაო, მაგრამ განა რომელიმე თქვენგანი მეტყოდა რომ 28 ნოემბრამდე საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რასაც ჩადიოდა, იმას ჩაიდენდა. არა, კარგით მეტყოდა, მაგრამ 28 ნოემბერს რომ კურსს ხიად შეცვლიდა, ამას რომ გაბედავდა, ითხოვდით მანამდე 3, 5, 7, 8 თვით ადრე, 1 წლით ადრე. 24 თებერვლამდე 2022 წლისა ღია რუსულ თამაშს რომ დაიწყებდა 24 თებერვლის შემდეგ, ამას რომელიმე თქვენგანი ივარაუდებდით, მაშ რატომ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს უარესიც კი რომელიმე თქვენგანი ითხოვდა, რომ ასეთ 30-იანი წლების მსგავს კარიკატურულ, მაგრამ მაინც მსგავს რეპრესიებზე წავიდო და პირადად ვიძინა ივანიშვილი. რატომ არის იცით? ივანიშვილი ეს სლოგანი გვაქვს ახლა ჯაბა იოსელიაძე თუ თენგიზ კიდოვანზე უარესი იქ 90-იან წლებში ჩანდა არა 90-იან წლებში არიდგა რეპრესიების სურნელი. დიახ, საშინელება გავიარეთ, რეპრესიების სურნელი შეიძლება არ არის თლად ზუსტი სიტყვა. 30-იანი წლების სურნელი, დიახ, ის გავიარეთ საშინელება, გავიარეთ 92 წლის 2 თებერვალი, გავიარეთ მანამდე სახელმწიფო გადატრიალება და უკვე შემდგომ სამოქალაქო ომი სამეგრელოში, ჩვენ გავიარეთ ურთულესი პერიოდი და რასაკვირველია ბანდიტები უმეტესწილად მართავდნენ მაშინ ქვეყანას და შევარდაძე მათ ვერც ერეოდა ვიდრე 95-96 წლებამდე შევარდაძეც კარგი ხვითო იყო მათ მიერ მოყვანილი, იცით თქვენ, მაგრამ მაშინ ჯერაც არიდგა ხალხში, უბრალოდ სახლებში შემოვარდნის სურვილი. მაშინ არავინ არ განიხილავდა ნეიტრალიტეტს რუსული ჯარის დაკანონებით კი ბალტინი შემოიყვანა შევარდაძე 93-ში, მაგრამ არავინ არ განიხილავდა ნეიტრალის, რაც ნეიტრალურად წოდებული სახელმწიფო ვიყავით და ახლა კი რა ხდება, იცით? ბიზინა ივანიშვილი ხო 30-იანი წლები ხო დააბრუნა კარიკატურულად, მაგრამ მაინც პერსპექტივას არტევებს ამ ქვეყნისათვის. ბიზინა ივანიშვილი აპირებს რომ დააკანონოს კი არა, შემოიღოს ნეიტრალიტეტი, ოღონდ დააკანონოს რუსული ჯარი, ამგვარი სახის ნეიტრალიტეტიც არსებობს, გაგიკვირდებათ და ცალმხრივი ნეიტრალიტეტი აღიარებული მხოლოდ რუსეთის მიერ. ბიზინა ივანიშვილი აპირებს რომ საოკუპაციო ჯარს ან რუსეთს მოუხსნას საოკუპაციო სტატუსი, ოკუპაციის კანონი გააუქმოს და უკლებრივ ყველაფერი, რაც აქამდე 30 წლის განმავლობაში ჩვენ 33 წლის განმავლობაში გვიშენებია, 30 წლის განმავლობაში გვიშენებია მარცხებით, გვიშენებია ტკივილებით, გვიშენებია გარკვეული
სირთულეების გადალახვით, ხო? გარკვეული დაპირისპირებებითაც, ხო, გარკვეული შეცდომებითაც ყველაფრის დახევას აპირებს ბიზინა ივანიშვილი კარგის თუ ცუდის და დანგრევას მთლიანად სახელმწიფოს. ეხლა იგორ გიორგაძეს მიუბრუნდები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაგიმხილოთ. იგორ გიორგაძე აპირებს საქართველოში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც უკაცრავად მისთვის და მოყომარდება ყველაფერი. იგორ გიორგაძის მოპატიჟებას არა პირდაპირ, მაგრამ აპირებს საქართველოს de facto ხუნტა ხელისუფლება, იმიტომ რომ იგორ გიორგაძის საქართველო ყარდება თუ ფუძნდება ბიზინა ივანიშვილის მიერ და ეს იგორ გიორგაძე უბრალო კგბ-შნიკი არ უბრალო ფსბ-შნიკი არ გეგონოთ, იგორ გიორგაძე არის ერთ-ერთი კურატორი გაგიკვირდებათ და ფსბ-ში, რომელიც ეხლა არ მუშაობს სტრუქტურებში, მაგრამ ის არის მას ეკითხებიან ჭკუას ესე ვიტყვი ფსბ-ში იმასთან დაკავშირებით რა უყოდ საქართველოს და როგორ უნდა მოამრგვალონ კი არა მოამთავრონ საქართველოს სუვერენიტეტი ბარემ ვიტყვი ამას. დიახ, იგორ გიორგაძე არის ახლო ურთიერთობებში და მე გვარებიც ვიცი საქართველოს ხელისუფლების ზითარად შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ეგრეთ წოდებული სუსიდან იმ პირებისა, ვისთანაც და ახსოვარია უფრო ახლო ურთიერთობაში ეგრეთ წოდებული ბიზნეს ეგრეთ წოდებულ ოფისთან, რომელიც შტაბიც ესე ვიტყვი არის აბასთუმანში და იქ რასაკვირველია პირველ ყოვლისა მუშაობენ ეთნიკურადაც ეროვნებით რუსებიც, რომლებიც აი ამ ისედაც ბაობაბების ნაყენებში არა უკაცრავად კატის ღვიძლის ნაყენებით სიცოცხლე გაგრძელებულ ბიზინა ივანიშვილს კიდევ უფრო მეტად ურევენ როგორც twins, ისე თავ გზას. აი ამაზე მინდოდა საუბარი, ანუ 90-იან წლებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მინდოდა, იმიტომ რომ 90-იან წლებში საშინელი პერიოდი გავიარეთ, მაგრამ არ იდგა რეპრესიების სურნელი. დღეს ნინო ქათამაძის დაპატიმრებით, დღეს მაია ცირამოას დაპატიმრებით, გუშინ დაპატიმრებით ან რეპრესიებით, რომლებსაც ახორციელებენ მათ წინააღმდეგ, გუშინ გელა ზედელაშვილის თიულიშვილის გელა ზედელაშვილი კიდე კაი გელა ზედელაშვილი ხوار ვახსენე წინაზე აბადიეთ გელა თიულიშვილი ოქროკაცი ხო გელა ზედელაშვილი კიდე ამათი პროპაგანდისტია ერთ-ერთი ხო ხსენება შეიძლება მზიას ხსენება აუცილებელი ყველას ხსენება არის აუცილებელი ვინც უკვე სხერბლია ამათი ამ რეჟიმისა და ვიდრე კვლავ მეორე პირში სული გვიდგას და ვიდრე ჩვენ ვართ ანუ გვინდა რომ ვითვლებოდეთ პატიოსად მოქალაქეებად რაც არ უნდა მოგვიგვაყურონ უნდა ვთქვათ მზია პატიმარია მზია უკანონო პატიმარია თავისუფლება მზიას თავისუფლება თემურ ქათამაძის თავისუფლება რეჟიმის ყველა თქვეს მიუხედავად იმისა რომ მოგვიგვაყურებენ და მიუხედავად იმისა რომ ეს რეჟიმი ქართულ რუსული არ გაჩერდება და განაგრძობს საქართველოს ჩაბარებას რუსეთისათვის მათ შორის ოკუპაციო კანონის გაუქმებას ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას და დაკანონებას განაგრძობს რუსეთისა ამ ქვეყანაში თეატრულუკიან ცხოვრაშორის არის ერთ-ერთი ავტორი ვინც აპირებს დამავიწყდა და მეგონი წინა ბლოგში ვთქვი აპირებს რომ გააუქმოს ოკუპაციის მუზეუმი ახლა კი მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაცია რომელსაც ქვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა და თუ არ ვწდები 3 სლაიდი ამონათდება ახლა ჩვენ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე განაცხადა რომ ქართული ოცნება ჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს, რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნებისაო და 48% თუ არ ვწდები ამბობს რომ აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის დამატებითი საფუძველი, რომ საქართველოში დამდგარი კრიზისის გათვალისწინებით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ნახეთ როგორ დეფინიციით ვამბობ, როგორ ვაყალიბებ წინადადებას. არა იმიტომ რომ არჩევნები გაყავდა 26 ოქტომბერს ეს ვიცით, მაგრამ ამაზე ვერ თანხმდებით მეორე მხარესთან, რომელიც არის ბანდიტური მხარე
ბიზილა ივანიშვილი ბანდიტის მხარე, იგორ გიორგაძე ბანდიტის მხარე, იმიტომ რომ ისიც დგას აქ გითხარით საქართველოს ოკუპაციის, ახალი ოკუპაციის სათავეებთან, არამედ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ კრიზისი დადგა. მეორე სლაიდი კიდევ უფრო ნათად დაგვიდასტურებს ამას. საქართველოში არსებული ვითარების ზოგადი შეფასება უკვე პროცენტს ვეღარ ხედავს სიმართლე გითხრათ, მაგრამ პირველი არის 70 თუ არ ვცდები 14 თუ 16% ადასტურებს იმას, იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაცია, რომ კვეთრად უარყოფითად აფასებენ თქვენი აზრით ვინ არის საქართველოს არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი? ქართული ოცნებაო, ყველაზე დიდი სვეტი, ჰორიზონტალური სვეტი ვისიც არის, ეს არის ქართულ ოცნებას ეკუთვნის და ქართულ ოცნებას მიიჩნევს ამომრჩეველთა პრაქტიკულად 80% თუ არ ვცდები და მწუხვარ არ ამომიწერია რიცხვი პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია. ეს არის 2%-იანი ცდომილებით და კიდევ ერთი სლოგანი, თქვენი აზრით ზოგადად საქართველოს ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით და 34% ამბობს იმას, რომ სულიდურად არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ეგრა მაგის პასუხია და შესაძლოა კიდევ არასწორად წარმოვადგენ ამ სლაიდს, თუმცა მე იაგოსაც ხადია ბოდის ვუხდი, მაგრამ რას ადასტურებს ეს სლაიდები და არა მხოლოდ წარმოგდგენილი 3 სლაიდი, არამედ იმას, რომ ქვეყანაში არის შექმნილი კრიზისი. და კრიზისიდან გამოსავალი არის გადატვირთვა პოლიტიკისა. რა პოლიტიკისა არ ვითარებისა. რატომ ვერ მოახერხებს ქართული ოცნება ქვეყნის მართვას? იმიტომ რომ კრიზისს თუ გნებავთ ესე დავარქვათ, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ქმნით მათ შორის ჩვენს, რომლებიც ვამბობთ, რომ გრუზინსკი ვაიენნი კორაბლ ვაგლავეს ივანიშვილი პაშოლ კიდა იქ ასოიან რუსულ სიტყვას ვურთავთ ხოლმე. დიახ, იმიტომ კი არა, რომ მაინც და მაინც შეურაცხყოფა გვინდა, არამედ ამით ჩვენს შეუპოვრობას ვაჩვენებთ და მაშინაც ვაჩვენებთ თუ ეს კაკუნი გაისმება ჩვენს ტანზე და ამის ნათელი დადასტურება ახსენებული ბუკა 5000 ლარიანი ჯარიმით, გიორგი კლდიაშვილი და ასე შემდეგ ჩვენ გვცემენ, ნახეთ როგორი კადრებია, აქ ხარებაც გამოჩნდება თუ არ ვწდები, ჩვენ გვცემენ, მაგრამ ჩვენ არ ჩერდებით, ხო? ჩვენზე არის წინაირი ხარება გამოჩნდება. ახლა ფეხს როგორ ურტყავს მოქალაქეს, ეს პოლიციის გედედეს უფროსი, ნახეთ როგორ ურტყავს ბიდარაძემბე, მაგრამ ეს მოქალაქე, რომელსაც უშუალოდ მოხდა ხარება სიხლი, ეს მოქალაქე არ ჩერდება. აი ხა ეს არის კრიზისი და აი ამ კრიზისის განმუხტვისათვის აუცილებელია ახალი არჩევნების დანიშვნა ოღონდ. ცხადია, მანამდე გარდაულად აუცილებელია პოლიტპატიმრებისა და სინდისპატიმრების განთავისუფლება. 3 ვიდეო სლაიდი წარმოგიდგინეთ ჩვენ სოციოლოგიური კვლევისა, რომელიც ჩაატარა, იგითხარით, სამოქალაქო საზოგადოების ცენტრმა იაგო კაჭკაჭიშვილის თავკაცობით. ჩვენ წარმოგიდგინეთ იგორ გიორგაძის ფოტო, რომელიც ითხოვს, რომ შეიცვალოს სახელმწიფო ჰიმნი. ძალა ერთობაშია ასეთი სლოგანით სახელმწიფო გერბი, სახელმწიფო ჰიმნი თავისუფლება და დროშა ხუთჯვრიანი. არ ვიცი თუ უნდა შეიცვალოს ბატონი იგორ გიორგაძის წარმოდგენით, მაგრამ ცხადია იგორ გიორგაძე ამას ვერ გაბედავდა პირველი FSB-სთან და მეორე ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს ეს სამეული ხო ერთად არის, ანუ ივანიშვილი და არა მხოლოდ FSB, კოლექტიური და კონკრეტული კურატორები და იგორ გიორგაძე, რომელიც ერთ-ერთი თანაკურატორია ჩვენი. ხო, აი ეს არის და ეს ისი თქმას მინდოდა კიდევ თქვი ის რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს. მე კი ახლა გამეორება რო არ მომიწიოს, ერთსაც ვიტყვი. 90-იანების სურნელი დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში. 90-იანების არა, უკაცრავად 30-იანების სურნელი დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში, რეპრესიები დაწყებულია. როგორც 30-იანებისაგან განსხვავებით, ამ რეპრესიებს არც არავინ არ დაუშინდება. 29 წუთი და 15 წამია გასული ჩემი ვიდეო ბლოგის დაწყებიდან, 30 წუთამდე მივგორდები და გეტყვით კიდევ ერთხელ. გამოიწერეთ ჩემი არხი დაბლომედია, ჩაუჯექით ხოლმე ამ არხის ცალკეულ პროდუქტებს, ერთად იმღერეთ, ან ერთად ვიმღეროთ ჰიმნი, სახელმწიფო ჰიმნი, რომლის გაუქმებასაც სონდინება გააკეთა ახლა იგორ გიორგაძემ თურმე აპირებს და არ გამოვრიცხავ რომ აპირებს ქართული რუსული ოცნება ივანიშვილის თავკაცობით ითქმის რომ ეს არის მიშა სააკაშვილის მიერ მიღებული ჰიმნი და ჩვენ ის არ უნდა ვიმღეროთო, ცხადია ესეც იქნება
რუსული შეკვეთა, მაგრამ ბოლო 7 წამში არ შეგეშინდეთ მეგობრებო, ყველაფერი იქნება კარგად.